მოგესალმები, დადგა სამშაბათ საღამოს 9:30 მე გახლავართ გიორგი დარასელი, აუცილებლად მინდა მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი, ყველა ჯარისკაცი და პატიმრები მინდა მოვიკითხო, ყველა ის ადამიანი, ვინც ნეოლევას შინა არის, ან გასაჭირში ეხა ზოგი სამავთყოფოში რაღაცა ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, რა ვიცი. უამრავი ადამიანი უყურებს, ლოგინა ჩავარდნილი ასე შემდეგ და ყველას მინდა რომ გახარება გისურვოთ. აქედან ხოლმე დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ, მამა დავით ციცქიშვილი, მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება? დაგლოცოთ. ეხ დიდ მადლობას მოგახსენეთ მოგზაურობისათვის. მამაო, ესეთი თემა არის და თქვენ ამ თემაში ძალიან ერკვევი და ადამიანი და საერთოდ თვითონ ადამიანის ფსიქიკა საით არის მომართული და თუ არის, აი თუ ეხება გარკვეულ ერს რაღაცა აი სხვანაირი მიდგომა სჭირდება თუ არა, თუ ყველას ერთნაირი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენთან ცოტა ისი არის რაღაცა მართვაც არასწორი იციან, რაღაცა სულ შიშით მართავენ ადამიანებს, ადამიანსაც ზოგს მოსწონს, ან რატომ მოსწონთ, ან რატო არა, თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით თუ ისაუბრებთ, მამაო და ამან თუ ხდება ადამიანს ის მართლობა, რაც არის სიტყვაზე საქართველოში და რაც იციან ქართველებმა, რა ესეთი რაღაცა სისტროგე და ესეთი ზოგჯერ, ну ზოგჯერ პირიქით, აი თუ ხდება, თუ შეიძლება და შემდეგ დიახ. მე ვფიქრობ, რომ მართვის პრობლემა ერთ-ერთი აქილევსის კუსლია ჩვენი, იმიტომ რომ შედეგი სახაზია, რომ ძალიან ბევრი სფერო, ასე ვთქვათ, ჩავარდნილია და არ არის სათანადო შედეგები. ვფიქრობ, რომ ეს საკადრო პოლიტიკის ბრალიც არის. იმიტომ რომ არ ხდება შესაბამისი კადრების მოძიება, დანიშვნა და შემდგომ ეს კადრებიც ასე ვთქვათ, არასწორ მართვას ანხორციელებენ. რა იგულისხმება ამ არასწორ მართვაში, რომ ერთ-ერთი აი პირადად მეც არ მომწონს ქვეყანაში არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში სამსახურებში ადამიანებს ეშინიათ სიმართლის თქმა და კრიტიკა. იმიტომ რომ შემდეგ ასე ვთქვათ, პრობლემები ექნებათ. შანტაჟის სიტუაცია ხშირად შემინიშნავს, რომ ასე ვთქვათ, გამონათქვამი რომ არის სიმართლის თქმა სოცხენი უნდა ყავდესო შეგაზმულიო. და როდესაც ახშობ აი ამ უნარს ადამიანის, ახშობ ინიციატივას, ახშობ რეფორმებისკენ სწრაფვას, ბუნებრივია რომ ეს არ არის კარგი შედეგის მომტანი. ამავე დროს მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან დიდი პრობლემა იჩენს თავს, რომ ხშირად ხელმძღვანელები არიან ის მუშაკები, რომლებიც თავისი ცოდნით, თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით არ გამოირჩევენ. ისინი გახდნენ ხელმძღვანელები, იმიტომ რომ რაღაც ძალამ ესე მოინდომა და ერთგულების ნიშნით მოექცნენ სათავეში და ესეთ ადამიანებს ესე ვიტყოდი აქვთ მისწრაფება იმისკენ, რომ თავისნაირები გარშემო შემოიკრიბონ. და მოაზროვნე ადამიანი, რეფორმატორი, ცოდნე, უშიშარი, რომელიც თქვათ არ ეპუება იმას, რომ შეიძლება პრობლემები შეექმნეს სამსახურში, მაინც ამბობს იმას, რაც თulis რომ ასე ვთქვათ, სათქმელია რა. ესეთი ადამიანები მათთვის არის ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველი და ესეთი ადამიანი კონკურენტები არიან, ამიტომაც ნებსით უნებლიეთ ძირავენ ესეთ ხალხს. ასე რომ დღეს სამწუხაროდ საქართველოში ესეთ სიტუაცია. არა და ყველაზე დიდი კაპიტალი ქვეყნის, ესე ვიტყოდი, არის ადამიანის ინტელექტი და ნიჭი. საზღვარგარეთ რა ფიქსირდება ის, რომ მეტად განვითარებული ქვეყნები არა, სხვა ქვეყნებში იძებენ ხოლმე ნიჭიერ ადამიანებს და ფენომენური ტვინთა გადინების. საქართველოდანაც რამდენი მეცნიერი გაიქცა, ხელოვანი, მოაზროვნე ადამიანი, იმიტომ რომ აქ არ იყოს შესაბამისი, ასე ვთქვათ, პირობები. მათ ვერ მოახერხეს საკუთარი თავის რეალიზება.
და ხანდახან მეჩვენება რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი სცენარი, რომ ჩვენი ერი არ განვითარდეს და იყოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც გარეშე ძალების მხრიდან იქნება ადვილად სამართავი. ასე რომ ეს ვერაგი პოლიტიკის ერთ-ერთი მხარე არის. ასე რომ პირადად მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დეფიციტია მართვის ხელოვნების და ეს ყველა სფეროში იჩენს თავს. ეხ მამავი თუ შეიძლება ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი ხაი რაღაცა ისეთ არის ოჯახური მართლობა არის უფრო დიდი რაც მე შემდეგ აისახება ისე ოჯახებზე და ასე შემდეგ. აი ხა საქართველოში მაგალითად ესეთი ფართო მასშტაბით რო გავხედოთ ხო სამწუხაროდ მივხედოთ იმისა ესეთი კულტურული ქვეყანა ვართ ესეთი ნასწავლი ერია და ესეთი რაღაც პრეტენზიები გაქვს იმაზე რაღაც ნაკითხები და ესეთები ვართ ხო ყოველთვის ხოლმე არის ხოლმე ეს პოლიციური რეჟიმი მართლობა არის ისეთი არაკულტურული არა აი სიტყვაზე აი პროფესორს არ მისდევს ხალხი ადამიანები მისდევენ იმას რომ აი სიტყვაზე ვიღაცა არის მილიციის უფროსი ან რაღაცა ფებერის თუ რა ვიცი იმის აგენტი და ეს მართავს ყველაფერს აი ეგ რაღაცა და ქართულ ადამიანს მამო და აქ ცხოვრობს მაინც აი ალალი არის აი რაღაცა გულის გახსნა უნდა რაღაცა მაგრამ ვერ არის ესეთი აი საშუალება არ გეძლევა იმიტომ რომ მართლობაა ესეთი და აი რატო ხდება მამო ესეთ ქვეყანაში სადაც აი მაგალითად აი ვაჟა ყავდა შოთა რუსთაველი და ასე შემდეგ ხო ჩვენთან რომ აი სულ რაღაც პოლიციური რეჟიმი მართავს ამ დროს იმ დროსაც იყო ხო კულტურა აუცილებლად ყოველთვის უფრო ყვიროდა და ჩანდა ვიდრე სიტყვაზე პოლიცია და ძალიან მშვენიერი და ლამაზი და დახვეწილი ხალხი იყო მაგრამ დღეს მამოზე სამწუხაროდ აი საჩვენებლად აი ხშირად ხო აი გული მწყდება კიდევაც ხოლმე აი იტყვიან ხოლმე რომ აი სინ თანამდებობის პირი აი იქ რჩება არავინ არ სიტყვაზე ამაყობს რომ ვიღაცა 20 წელი მასწავლებელი ან ვიღაცა არის სადღაც ისა რქვე პროფესორი აი სამწუხაროდ ეს აი და ვიღაცა რომ მილიციის უფროსია პირველი გეუბნა აი მის ნათლიანი ისა სამწუხაროდ ესეთი ისა და ესეთი დაბალი დონის ხალხი ვართ მამაო თუ რა ხდება აი რატო არის ეს მართლობა მაინც რატო ზეიმობს საქართველოში გული მწყდება რაღაცნაირად აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით აი რა სიტყვით თქვენ რა მოიტანა ეს იცით რა არის ფაქტია რომ ეს არის ასე ვთქვათ უარყოფითი მოვლენა რომელიც ჩვენ საზოგადოებაში იჩენს თავს ალბათ ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას მე ვთქვი რომ მეჩვენება რომ ეს არის გარეშე ძალების მიერ დაწერილი სცენარის ერთ-ერთი მხარე ეს ძალები აკონტროლებენ საკადრო პოლიტიკას ანუ ამით ქმნიან ის ადამიანები რომლებიც მათი დასმულია და არა ის რომ თქვათ ისინი იმსახურებენ ამას მე ესე ვიტყოდი რომ აქ ღვთის განგება უკანა მხარეს გადადის მახსენდება მეუფე გაბრიელ კიკოძის სიტყვები მას ეკითხებიან როდის არისო ღვთისნებაო როცა ადამიანი რაღაც თანამდებობას დაიკავებსო და იგი ამბობს რომ თუ ეს თავისთავად მოხდაო იქ არ იყო კარიერისტული მომენტებიო არ ცდილობდაო ადამიანი წინ წაწევას და არ კადრულობდაო უღირს ასე ვთქვათ საქციელს აი ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ რომ არის ღვთისნება ეხლა მე მაგალითად მეჩვენება რომ ერთ-ერთი აღმოჩენა რაც გავაკეთე ცხოვრების განმავლობაში იყო რა იცით რომ იმისთვის რომ ხშირად ადამიანმა კარიერა გაიკეთოს რაღაც ძალას უნდა შეეკრას და ესე არის ეს სამყარო მოწყობილი ეს სოფელი ბოროტსა ზედად გას გვეუბნება პირდაპირ წმინდა წერილი აი კომუნისტურ პერიოდში გასაგები რო იყოს იმისთვის რომ კარიერა გაიკეთებინა უნდა შესულიყავი კომუნისტურ პარტიაში ძალიან გამორჩეული უნდა ყოფილიყავი შენი ნიჭით შენი პიროვნული თვისებებით რომ აი ამის ავლით მოხდარიყო ეს ყველაფერი და დღესაც იგივე სიტუაცია დარჩა მე ესე ვიტყოდი შემდეგ მე მგონია რომ აი რაც თქვი ეს სცენარი ვიღაცას მიერ დაწერილი არა რა თქმა უნდა გათვლილია ჩვენს უარყოფით თვისებებს კერძოდ რაზე რომ საერთოდ საქმეს არ იცის მეგობრობა ახლობლობა თუ გინდა რომ საქმე გაკეთდეს შენ უნდა მოიზიდო ის ხალხი რომელიც ამას გააკეთებს და ჩვენთან ხშირად რა ხდება რომ ხშირად გაიგონებ იმისთვის რომ ადგილი იშოვოს სამუშაო ვიღაცა უნდა გყავდეს აუცილებლად ვიღაცა უნდა დარეკოს
აცხადებენ კონკურსებს და ამ კონკურსების, ასე ვთქვათ, შედეგი უკვე თავიდანვე არის ცნობილი, იმიტომ რომ ის კანდიდატი, რომელიც კონკურსში უნდა გავიდეს, არა უკვე ცნობილია. ასე რომ აქ არის დარღვეულია ეს პრინციპი, მიეცით ნიჩსა გზა ფართო. და მეგობრობა, ჩაწყობა ხო და აი როგორ ფიქრობთ ხა, როდესაც შენ აი ამის გამო ღებულობ სამსახურში კადრებს. გაიმართება ის საქმე, არ გაიმართება. ასე რომ სანამ ამას თავს არ დავახცევთ, მე ესე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან უსახურად მოჩანს. კიდევ მეორე საქმემ არ იცის მეგობრობა, არ იცის ახლობლობა, თუ ახლობელია ხარ, ადამიანები ვართ და ის საქმის სოდნია და მას ენდობი, რა თქმა უნდა ხა. რაზეა ლაპარაკი, ეს ადამიანური მომენტიერტობა და ჩვენ ადამიანურ, ასე ვთქვათ, ხარეს თავს ვერ დავახცევთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კიდევ მეორე ეს არის წინ წამოწეული და არა ის ადამიანი გამოდგება თუ არა ამა თუ იმ სფეროში. ასე რომ ესე გავწერდი ამ კითხვას, რომ ბევრი ფაქტორია ჩვენი უარყოფითი მიდრიკილებები, ვიღაცის დაწერილი სცენარი, არასწორი საკადრო პოლიტიკა და ასე შემდეგ და ფაქტი ერთია ის, რომ სახელმწიფო ვერ ვითარდება და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ აი ამდენი ხანი უყურებ ამ ქვეყანას უკვე საკმარისად დიდი ხანი ვიცხოვრე ამ ცოდვილ დედამიწაზე და ხანდახან წამოწდება, რომ დავიღალე ამ ქვეყნის უბედურების ხილვით. სასიკეთოც ნაკლებად ჩანს. ეს დაღლილობა მარტო მე არა, ალბათ ყველა ვინც საშუალო ასაკის არის, უფროსი ასაკის არის, არა, ყველაში შეინიშნება. და გარკვეული ნიჰილიზმი, მე ესე ვიტყოდი. თუმცა მე პირადად სასულიერობის შველის რწმენა ის რომ ყოველთვის გრძნობდი, რომ მიუხედავად ჩვენი უარყოფით თვისებებისა და ჩვენი დიდი შეცდომებისა, რასაც ვუყურებთ ათწლეულების განმავლობაში ბოლო, მაინც მე ჯერა რომ უფალი გფარველობს და დიდი პოტენციის ხალხი ვართ. უბრალოდ ადრე თუ გვიან ამის რეალიზება, ასე ვთქვათ, არ ხერხდება, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. დიახ. და მამო, აი თუ შეიძლება იმ ადამიანს, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი არის გულდაწყვეტილი, იმიტომ რომ ყველა ეხლა საქართველოს ძირითადად ვინც არის დასაქმებული, იგივე ჩემს ირგვლივაც და ასე შემდეგ, ხო, რო უყურებ, სულ ყველა აი რაღაცა ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული, ასე შემდეგ, ხო? აი ვინც მაგალითად ისწავლა რაღაცა პედაგოგია, რაღაცა არის და ვერ საქმდება და ასე შემდეგ, ხო? არა აქვს ის ნიჭი, რომ ვიღაცას ჯიბეებში ჩაუყოს ხელი და გაჩხრიკოს და რაღაც ნარუშკები დაადოს, ხო? აი ამ შემთხვევაში მამო, აი იმ ადამიანებს რას ურჩევთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი, იმიტომ მოიწყინა ადამიანმა თქვენი თქმის არ იყოს და სასუწარკვეთას მიეცა ადამიანი იმის და გამო რომ რაღაცა თითქოს მე მაინც ხო იცით გამოიხედავ და რომ ვერავის ვერ აბრალებ, ღმერთს აბრალებ, რა ღმერთს თუ რატო? ესეთი მომენტი და თუ შეიძლება ძალიან ბევრი არის იმედ გაცრუებული რა არ შეუძლია ხა შვილი ყავს, ცოლი ყავს და ვიღაცა რო რაღაცა სადღაც მილიციაში დაიჭიროს ვიღაცა და რაღაცა ეს ფული შეიტანოს, ზოგს არ შეუძლია, ზოგს შეუძლია და სამართალს იცავს, ზოგი აი ეს სიტყვაზე. აი ეს მომენტი, მამა, როგორ შეიძლება იმ ადამიანებს ძალიან მეცოდებიან და რო აუხსნათ? იცით რა არის ეს გაცილებით გლობალური ჩემი აზრით თემის ნაწილია. დიახ. კერძოდ მე არ დამავიწყდება ერთხელ მივდიოდით მონასტერში და წაგვიყვანა ბელგიელმა ქართველმა. და ესეთი საინტერესო რამ თქვა, რომ იქო ბელგიაშიო ტაძრები არისო დაკეტილიო. მოხუცებული ხალხი თუ გახსნისო აი ამ ასე ვთქვათ ეკლესიებს. ნუ გასაგებია რომ ეხა ბელგია არ არის მართლმადიდებლური, იქაური ასე ვთქვათ სალოცავები იგულისხმება. და თქვა ესეთი რაღაცა, რომ იქ ხმათ ღმერთიო არ ჭირდებათო. იმიტომ როგორც კი რაღაცა პრობლემა გაჩნდება, მიაკითხავენ რაღაცა საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამ პრობლემას მოიგوارებენ. და ღმერთი დაივიწყესო. რელიგიური ცხოვრება რას გიჩვენებს, რომ განსაკუთრებით ეჭიდები ღმერთს, როცა გიჭირს. და მიხვდეთ იმისა, რომ ეს არის სტრესული მომენტი, ხა საქართველოში ადამიანები დაუცველი.
საკუთარ უმწეობას განიცდის და უძლურებას და იმას რომ სხვას არ აინტერესებ. აი ესეთი ხშირად მე ესე ვიტყოდი დამოკიდებულება შეიმჩნევა მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც და ეკლესიური გაგებით ყველაფერი მაინც ღვთისდაშვებით ხდება. როდესაც ესეთი გარემო უფალს უნდა ჩაეჭიდო. ასე რომ რაც არ უნდა ჩვენთვის იყოს მატრავირებელი, ეს არის წყალობა სუფლის, იმიტომ რომ შენ საშუალება გეძლევა რომ უფალთან ღუზა ჩაუშვა. მე მახსენდება 90-იანი წლები, როდესაც იყო დიდი გაჭირვება და აი მაშინ გავითავისე ის რაც წერია წმინდა წერილში, კერძოდ რომ ნუ ფიქრობ ხვალინდელ დღეზე რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე, სასუფეველზე და ეს ყველაფერი მოგეცემა თქვენ და იქ ლაპარაკია სცენარეებზე, შროშნებზე, რომელსაც უფალი ასე ვთქვათ მოსავს, ფრინველებზე, რომლებიც ასე ვთქვათ არც თესენ, არც კიან და მაინც ასაზრდოებს და მით უმეტეს ადამიანს ძალიან ფარველობს ღმერთი. და აი ერთი შემთხვევა მახსენდება, იცით, შევედი სიონში და გადაგებს ერთ-ერთი მოძღვარი, რომ ვიყავიო მონასტერშიო და იქიდანო 90-იანი წლები გამოგვატანესო სანოვაგეო თბილისში ცხოვრობსო მრავალშვილიანი ოჯახი და უჭირსო და თუ საშუალება გვაქვსო აი ამ საგზალს ასე ვთქვათ უგზავნითო. ჩვენც რაღაცა დავამატეთო ბაზარშიო და მივედით ამ ოჯახშიო და ამ კაცმა დაიწყო ტირილიო, რომ აი უკანასკნელი რაც ჰქონდაო, საჭმელიო ის ვაჭრე ბავშვებსო და ფულიც არ ჰქონდაო, რაღაცა ასე ვთქვათ მეყიდაო შემდგომის. და ეხლა იმიტომ კი არ ვტირიო, რომ უფალმავე მოწყვლები გაიღო თქვენი სახითო და შემეშველო, არამედ ჩემ სულ მოკლეობის გამო ვტირიო. რამდენჯერ ყოფილა ეგეთი შემთხვევა და უფალს ყოველთვის დახმარების ხელი გამოუწვდია ჩემთვის. 90-იან წლებში ძალიან ბევრმა, ასე ვთქვათ, ქართველები ოჯახების უმრავლესობა მისე ირჩინა თავი და თვითონაც არ იცის. საჭირო დროს ყოველთვის მოდიოდა დახმარება. და რო არ ყოფილიყო ეს, არა, მათ შორის ეკლესიის, ასე ვთქვათ, მრევლიც. ამას კარგად ვერ გავითავისებდით. ასე რომ ჩვენი ესე ვთქვათ პარტია პოლიტიკური არის ღმერთი, დღეს ესეთი სიტუაცია. ამიტომაც უნდა ჩავეჭიდოთ უფალს. უნდა ჩავეჭიდოთ უფალს, ოღონდ უფალი ლამაზი თვალების გამო შენ დახმარების ხელს არ გამოგიწვდის. შენი წესები უნდა დაიცვა, რომელიც თანხმედრაშია რელიგიურ წესებთან. ათიმცნება, ლოცვა, აღსარება, საკუთარი თავის გაკონტროლება, აი ამ შემთხვევაში უფალი სასწაულებს აკეთებს და ადამიანს აპობნინებს საკუთარ თავს და ადგილს, მათ შორის სამუშაო ადგილს. იმ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყოველდღიურად დაუცველია კაცი. და ეს მე როგორც სასულიერო პირს ხშირად მესმის მრევლისგან. ძალიან კარგად ხედავ აი ამ ასე ვთქვათ კანონზომიერებას. ასე რომ ყველაფერი ასე ვთქვათ მომართულია იმისკენ, რომ ჩვენ უფალთან ჩავუშვათ ღუზა და მივხვდეთ, რომ უპირველესი მშველელი მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ესეთი მძიმე ვითარება და ადამიანი არ დაუცველი არის ღმერთი. რომ არ ყოფილიყო ეს სტრესული მომენტი, არა, მე ესე ვიტყოდი, რომ ამას ნათლად პირადად მე ვერ გავიგებდი. ასე რომ, როდესაც რაღაცა მოვლენასთან გვაქვს საქმე, სხვადასხვა კუთხით უნდა განვიხილოთ. ყველაფერი მაინც სუფლის დაშვებით ხდება და რაც არ უნდა ჩვენთვის სტრესული და უარყოფითი იყოს, არა, ეს მაინც წყალობაა. ასე რომ მე ამ კუთხით უყურებ, რომ უფალი არ დატოვებს ადამიანს თუ ის იმსახურებს. მაგრამ თუ არ იმსახურებს, არა, იგი ირჩება ესეთი დაჩაგვრილი და დაჭანჭული. ერთსაც დავამატებ, რომ აი ზოგჯერ მოდიან მეუბნებიან, აი გაჭირებული მოხუცი, არავინ არ ყავს დარჩა მარტო, უჭირს პურის ფული. რა თქმა უნდა ადამიანურად მეწოდება, მაგრამ იცით, მე რო გებულობ, რომ ეს მოხუცი დარჩა იგივე. მიხედვით ამ გაჭირვებისა, მიხედვით ამ წლებისა, რა, ნაბიჯები არ გადაუდგავს სუფლისკენ და არც კი გაუაზრებია, რომ ეს ღვთისდაშვებით ხდება და რაღაცა არის მის ცხოვრებაში შესაძლებელი.
და ამიტომაც უფალი რაღაცნაირად ესეთ გაჭირებულ მდგომარეობაში ამყოფებს. ასე რომ აქ აი ეს სურათი იკვეთება. საქართველოს ძალიან რთული ესე ვიტყვი დატვირთვის ქვეყანაა. ეს არის ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა და აქ ის იმ სცენარით მიდის ყველაფერი, რომ მე გონია რომ სხვაერთან ეს არ ხდება. ერთხელ მახსოვს ერთ-ერთი ცნობილი მოძღვარია იმას კითხეს, რომ რას ნიშნავს რომ არის ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა და ჯერ ვთქვა რომ არ ვიციო და მე ალბათ ისე თქვა რომ როგორც მაცხვარი გაეკრა ჯვარზე, ისე უნდა გავეკრათო ჩვენ. და ძალიან ბევრი განსასწრელი უნდა გადავიტანოთ. ესეც არის წმინდა წერილში, ვინც უყვარს უფალს მას ჟის და სცემს. ასე რომ ყოველ მხრიდან გვხვდება ჩვენ, მაგრამ გვხვდება ისე ჩვენ და სასიკეთოდ. არსი მე ვფიქრობ არის ეს, მაგრამ პარალელურად რა თქმა უნდა ძალიან გვაწუხებს ადამიანურად ის რითაც დავიწყებთ. მართვის არაეფექტურობა, არასწორი საკადრო პოლიტიკა, არაპროფესიონალიზმი, გაუნათლებლობა და ასე შემდეგ. ეგოიზმი, რომელიც უფრო და უფრო წინ მოდის. გაზარალებული ყოფა. ყველაფერი ერთად იჩენს თავს. მადლობა. მამა ეხა ზოგ ადამიანს მაგალითად ეხა დღესაც ვიღაცებს ვეკითხებოდი რაღაც ისე და აზრი მაინტერესებდა და ზოგი ადამიანი ამბობს რომ ჩვენ ეს გვიხდება სიტყვაზე რომ ვიღაც რა ეს სტროგად გექცევა რაღაცა. ზოგი ამბობს რომ მე მაგალითად იმის მომხრე ვარ რომ ყოველთვის მოგეფერონ ისედაც გაუბედურებული ხარ ადამიანი და კიდე ამის ზემოდან ვიღაცა უფროსიან ვიღაცა სპრეში ყავხარ და რაღაც სასწაულებს გიკეთებს ხო? ეს კიდე ცალკე ისე თავის მანიაკალურ გრძნობებს შენზე იმაშვება რა ქვია იყენებს რა. ეს კიდე ცალკე ის არის და არ ვარ ამის მომხრე იმიტომ რომ ღმერთი არ არის უფროსი და არც არავინ არ არის შენ ესე დღეს ჩაგაგდოს ხო სიტყვაზე მაგრამ ეს ღმერთი რო იყოს არ ჩაგაგდებს რა თქმა უნდა თუ დღეში მაგრამ ეხლა ნახეთ მამო ეს მომენტი რომ სიტყვაზე ადამიანს ეს უხდება ის აი რა უხდება მამო საქართველოში ცხოვრება ადამიანს იმიტომ რომ ვერ გაიგეს ოჯახებმაც ვერ გაიგეს ეხლა მე მაგალითად ბევრს უთქვამს რომ ეხლა ამას თუ ისე მოეკეცი გეონები თავზე დაგაჯდება და ჯობია რომ ესე მოექცე თორე მე ხო იცი სხვა გული მაქვს და ჯიგარი ვარ აი ეს მომენტი არის ხოლმე მამო რა ცოტა ჟარგონულად ავხსნენი მაგრამ ხო მიხდით არის და ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი მამო სიტყვაზე ვინც გარეთ არაფერი არ არის შეიძლება შიგნით აი რაღაცა აი თავის იმასთან რაღაცა წემსდეს თავის ოჯახს იმით აქვე აი იმით რა რაღაც სიბოროტით სისტროგი და ასე შემდეგ აი ეს მომენტი მამო როგორ აიხსნება იმიტომ რომ აშკარაა რომ ადამიანს მოფერება უნდა სითბო უნდა და სიყვარული უნდა და ეხა მართავრა ეხა ძალით რო უჭირავთ ხოლმე ესე ვერ წარმომიდგენია ანუ რიდით კი არ მართავენ შიშით მართავენ ეს მომენტი ბოდიში დიახ იცით რა მე ვფიქრობ რომ ეხა ისეთი დრო მოვიდა რომ სიმკაცრე ადამიანს უფრო აპრკოლებს მე ჩვენი სფეროდან ამოვალ ესე ვიტყოდი რომ არ თუ იშვიათად მინახავს დაპრკოლებული ადამიანები იმიტომ რომ სამწუხაროდ სასულიერო პირმა დაუშვა შეცდომა საკმარისი ტაქტი არ გამოავლინეს იუხეშეს მე ესე ვიტყოდი და ხანდახან პარალელს ავლებენ ხოლმე საზღვარგარეთის სასულიერო პირებთან რომ იქ მეტი სითბოა მეტი ტაქტია მეტი გულისხმიერება ნუ აქ ბევრი მიზეზია მე ესე ვიტყოდი მაგრამ ერთ-ერთი ნაკლი სასულიერო პირების არის ეს რომ მე დროთა განმავლობაში ნერვები ღალატობთ და შესაბამის ტაქტს ვერ ამჟღავნებენ ასე რომ სამწუხაროდ ეს რეალობაა ეხლა ცხოვრება ისე მოწყობილი რა თქმა უნდა სიმკაცრე ხანდახან საჭიროა მაგრამ როგორ გითხრათ იცით სიმკაცრე უნდა იყოს ისე გამოვლინელი რომ სხვა არ დაპრკოლდეს და არ დაიჩაგროს მე ჩემი მაგალითი მინდა მოვიყვანო ადრე რაღაც საქმეს ხვეწვანელობდი და ხანდახან მიწერდა ხოლმე შენიშვნის მიცემა იმიტომ რომ ან აგვიანებდნენ ან კიდე ისე არასრულებდნენ თავის მოვალეობას და მე ვიყავი ხოლმე უკმაყოფილო იმიტომ რომ ემოციებს ხვებოდი და ისინი რაღაცნაირად ნაწყენები რჩებოდნენ მე რას ვაკეთებდი იცით რომ ვითმენდი ხოლმე 2-3 დღე და მე თავისით ხდებოდა ხოლმე იმ ფორმის ჩამოყალიბება
რა ფორმითაც უნდა მეთქვა საყვედური და იმათაც არ წმინდა და მეც კმაყოფილი ვიყავი. როგორც გულზე არ ეუნება. არ ეუნებოდ საერთოდ ეკლესიურ ასე ვთქვათ ასკეტიკაში ძალიან დიდი სიბრძნე. ეგ მაგალითად ცხელზულზე გულზე როცა გაბრაზებული ხარ ემოციები ჭარბობს, ბრისხანების ვნება გებძვის არა, მაგალითად წმინდა მამები კრძალავენ მხილებას. მე მახსენდება მოსე იყო ოპტის მონასტრის წინამძღვარი, რომელიც მაგალითად საოცარი ის ქონდა მიდგომა, რომ იქ ოპტის მონასტერში ძალიან ბევრი ბერი იყო და ბუნებრივია რომ ხანდახან შენიშვნა უნდა მიეცა ვიღაცა ისე არ გაკეთებდა საქმეს როგორც საჭირო იყო და ეს კაცი უკვირდებოდა იყო თუ არა მიღები ის ბერი ან მორჩილი მისი შენიშვნის თუ ხედავდა რომ ამას ვერ მიიღებდა თავსანებდა და ზოგჯერ დიდი ხნით გადადებდა ხოლმე და როდესაც მე ლოცულობდა მისთვის მე როდესაც ხედავდა რომ შეუულია თქმა და ის გაიგებს მე ეუბნებოდა მეც როგორც სასულიერო პირში ხშირად ვიტანჯები იცით სათქმელია მაგრამ ვიტანჯები აი ეს ფორმა გამოვნახო რომ იმას არ ეწყინოს და ამიტომაც ჩვენ ხშირად ვაუბრალოებთ აი ამას თუ შეიძლება ასე ითქვას ოჯახი ხო საერთოდ ეს არის ურთულესი სფერო ადამიანი ისე მოწყობილი რომ გარეთ უფრო აკონტროლებს თავს და ასე ვთქვათ უფროერიდება სხვას არ აწყენინოს თავის ემოციებს ასე ვთქვათ რაღაცნაირად არ ამჟღავნებს, უფრო გამოზომბილია თავის სიტყვები და ოჯახში ხშირად აუშვებს ხოლმე აფრებს და რასაც უნდა იმას დააბრახებს და თავის ემოციებს აძლევს გაქრების საშუალებას. ასე რომ ესეც ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია ჩვენი. და რომ რაღაცნაირად შევაჯამო აი ამ კითხვაზე პასუხი ესე ვიტყოდი რომ სიმკაცრე საჭიროა. უბრალოდ დღევანდელ ადამიანს უჭირს ამ სიმკაცრის ასე ვთქვათ გადატანა მაგრამ აუცილებელია ეს სიმკაცრე იყოს გამოვლენილი შესაბამისი ტაქტით. და მეორე რაც აღსანიშნავია რაზეც თქვენ მიანიშნეთ გიორგი რომ ჩემი დაკვირვებით ადამიანი საკმარისად თავხედებადი არსებაა. როდესაც მიუშვებ და მთელ რიგ შემთხვევებში მის ქცევას კორექციას არ გაუკეთებ, იგი თამამდება. ეს ყველა სფეროში შეინიშნება და ზოგჯერ დგება მომენტი, როცა გრძნობ, რომ იმ ადამიანს უნდა უთხრა, იმიტომ რომ თუ არ უთხარი, მისთვის დათურ სამსახურს ასე ვთქვათ, გასწევ. ასე რომ ძალიან ბევრი ნიუანსია. ამიტომაც არის ხო რომ მრავალწახნაგოვანი ხელოვნება არის ადამიანებს შორის ურთიერთობა. სიმკაცრეც უნდა გამოიჩინო, მაგრამ ისე რომ სხვას არ ეწყინოს, ზოგჯერ აუცილებელია რომ ადამიანი რო არ გათავხედდეს, უთხრა სათქმელი რომ შორს არ შეტოპოს და ასე შემდეგ. არ ვიცი რამდენად გასაგებად გამომივიდა, რისი თქმაც მინდოდა, მაგრამ თვლი რომ ძალიან ბევრი ნიუანსია და ყოველ შემთხვევაში დღეს აი ამ ნიუანსებს მეტად ჭირდება გათვალისწინება. ეხ ძალიან დიდი მადლობა და თან მამო სიმკაცრე ჩვენ გამოვლინება ვიცი ძალიან აი სიტყვაზე ადამიანი დაბოღმილი რო არის ხო რაღაცა ხო რაღაც შეიძლება აი ხელით გამოიჩინო ის ან ფიზიკურად რაღაცა და რაღაც გაუსწორდიან რაღაცა ისე აი ანუ აი რაღაცა კონკრეტული საკითხი არის სიტყვაზე რაღაცა აი ჭიქა გატყდა ხო სიტყვაზე მაგრამ აი ეს ჭიქა რო გატყდა ამ ჭიქის გამო ისე ატკინო ადამიანს გული და კაი ხო დამნაშავეა და დააჯერე რომ ჭიქა გატყდა რომ იმდენად ატკინო გული ამ ჭიქის გატეხვას მთელი სერვიზი და გატყდეს მნიშვნელობა არ აქვს ანუ აი ჩვენ ვიცით რაღაც წვრილმანის გამო იმ ხელას დავაშავებთ ხო კაი ეს დავამტკიცე სიტყვაზე რომ კაი ეს გამიტეხე და ბურთის სიტყვაზე დამიჭერი და კაი ჯანდაბას ეს დაგიმტკიცე მაგრამ იმდენად სუდად ვიცით ამ იმის ახსნა ხო რომ ძალიან რთულად გადააქვთ მე უკვე სხვა პრობლემა უფრო წინ იწევს ვიდრე ის სიტყვაზე რის გამოც იწყება ხოლმე და სამწუხაროდ ადამიანებს ესეთ ნერვოზი აქვს თუ რატო არ ვიცი, მაგრამ ესეთი რაღაცები ხშირად ხდება ხოლმე. მამო, თუ არის ის მომენტი, რომ აი ჩვენთან ესეთი რაღაცები რო ხდება, რომ ღმერთმა დაუშვა, იმიტომ რომ ჩვენ რომ მიგვიშვას თვითონ ერი ვართ ისეთი, რომ სიტყვას ჩვენ ნებაზე ისე ვივლით, რომ შეიძლება რაღაც საშინელ მდგომარეობაში უფრო აღმოჩნდეთ. აი ღმერთის გარეშე თუ არაფერი არ ხდება, დაუშვა ღმერთმა, რომ სიტყვაზე ეს ის იყოს, რომ აი მომენტში ჩვენ ვერ გავექცეთ ღმერთს და მივიდეთ ეკლესიაში. ანუ აი ეს გასაჭირი ის, იმიტომ რომ ეხა ამერიკაში მაგალითად ყველა ცხოვრობს კარგად, მაგრამ ღმერთი არ იციან. საქმეზე რომ მივა, იქ არ არის სულიერება, არც ის არ არის სიტყვაზე. ან
ბევრ ადგილას სხვა ქვეყნებში და ჩვენთან მაინც რაღაცნაირი სხვანაირი ის ვიცით, ხო? რაღაცა ერთად მაინც ვიტევთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა ამდენი გაჭირვება იყოს და რაღაცა. აი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება ღმერთს მაინც არ ვკარგავთ რა და ცოცხლები ვართ. ამერიკაში აი რაღაცა შუშის თვალებით ადამიანები გამოვლენ ხოლმე ან უცხო სხვა ქვეყნებში, ხო, ევროპულ ქვეყნებში ან სიტყვაზე ხა მე იტყვიო რაღაცა რუსეთზეც ვიტყვი შეიძლება, ხო? ხდება ხოლმე ესეთი მომენტები. საქართველოში მე შეხედავ და ადამიანში სიცოცხლე დარდი ვერაფერს ვერ მალა, იმდენად ნახტი ხარ. თვალებში ისე გადახედავ და ატყობ, რომ აი დარდი აქვს, ან არა აქვს, ან სიცოცხლე უნდა. ეს მომენტი მამაო და რაღაცა აი რაღაცნაირად მაინც ცოცხლები ვართ. აი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით ღმერთი იმიტომ ხო არ გვიჩენს ამას, რომ აი როგორც აი რაღაც უხეშად ვიტყვი, როგორც აი თავისთან რო ყავხარ ჩახუტებული რა ამ გაჭირვებით, რომ სხვა გზა რო არ გაქვს, მე ღმერთთან მიდიხარ რა, რომ ადამიანის იმედი აღარ გაქვს, იმის იმედი არ გაქვს, საწავიდე და მიდიხარ ისევ ეკლესიაში ღმერთთან. ამიტომ ხო არ უშვებს, არ გვიშვებს ხელიდან ამ გაჭირვებით, მამაო. დიახ, აი რაც აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, რა თქმა უნდა, ეს მომენტი არის. უფლის დაშვებით ხდება ყველაფერი და რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის ძალიან მტკივნე სიტუაცია, რომელიც გარშემო ესეც უფლის, ასე ვთქვათ, დაშვებით ხდება. და კიდევ მეორე, რაც უნდა ძნელი გასაგები იყოს, არა, ისევ ჩვენ დასასიკეთოთ, იმიტომ რომ ვიპოვოთ უფალი, მას ჩავეჭიდოთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, როგორ გითხრათ, იცით, ჩვენი ცხოვრების ფინალი რა არის, რჩება ადამიანი და ღმერთი. 80 წლის კაცი, 90 წლის კაცი. აი, რა არის მისთვის ცხოვრება? მისი მომავალი რა არის? არის ღმერთი. და უფრო ადრეულ ასაკში რჩება ადამიანი და ღმერთი. ეხლა აქ ალბათ ის მომენტიც არის, რომ მაინც გენეტიკურად მიდრეკილი ვართ ჩვენ, რომ ვიყოთ მართლმადიდებლები. გენეტიკურად ღრმა აზროვნება გვაქვს. როდესაც ჩადიან ხოლმე, როგორც მე ვიცი, თქვა ქართველი ბავშვები, ამერიკა იქნება სხვა ქვეყანა, არა, იქ ჩდებიან კლასში, იქ სხვა აზროვნებით გამოირჩევიან. ღრმა აზროვნება აქვთ. ასე რომ ეს ღრმა აზროვნება რას გულისხმობს უპირველეს ყოვლისა, რომ ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ საკმარისად დიდ ნაწილთან მიმართებით, რაში გამოიხატება, რომ უმთავრეს დასკვნას აკეთებ, რომ არსებობს ღმერთი. ეხლა დღეს საუბრობდი, ერთ-ერთი ბელგიელი სასულიერო პირია. ეს რაღაცას მოუნება, იქო მაგალითათო ღმერთზე რო დაიწყო ლაპარაკი, იდიოტად ჩაგვთვლიანო. და დისკრიმინაციაც კი მიდისო. ჩემი შვილი მივიყვანეო სკოლაშიო და ესე პიჯორი გადავსახეო და პრობლემები შეექმნაო მე სკოლაში. ამას მე ჩემ სიტყვებს არ ვამბობ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ძალიან ბევრი რამ არის დადებითი, მაგრამ ეს უღმრთოობის მომენტი არის ჩვენთვის მიუღებელი. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არასწორი მართულებით მიდის. კაცობრიობა და კაცობრიობა, რომელიც ღმერთს ივიწყებს, არა? ხო წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას. ეს ღმერთი ხო არ არის რაღაც აბსტრაქცია რა. ვისაც ოდნავ დაკვირვების უნარი აქვს, ხდება რომ ღმერთი არსებობს, არა? და როცა ივიწყებ, როცა მისი წესების და მიხედვით არ ცხოვრობ. რა ხდება აქ? არ შემიძლია არ შევეხო ის საკითხს, რომელიც დღეს მოსვირებს ერთსქესიანთა ქორწინება. უფალმა დაუშვა ქორწინება ქალსა და მამაკაც შორის. შენ ღმერთის მოწინააღმდეგე გამოდიხარ? უფლისთვის შეიძლება სათნო იყოს, თქვა ორი მამაკაცი, რომელიც ჯვარს იწერს, ბეჭედებს უცვლიან ერთმანეთს, სოდომე და გომორი ესე ვიღაცის მოგონილია, ზღაპარია. ასე რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ეშმაკი მოდის ძალიან დიდი ლოგიკით. დიდი ლოგიკით მოდის, როგორ? ადამიანს აქვს თავისი უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს. რატო ჩაგრავ იმას? არც არავინ არ ჩაგრავს, იყოს თავისთვის, მაგრამ ღვთის კანონების მოწინააღმდეგე ერი ის ძალიან ცუდად დამთავრებს მოღვაწეობას, რაც არ უნდა განვითარებული იყოს და სახელმწიფო იყოს. ეს არის რეალობა. და ძალიან დაბალი დონის საკითხია, მე ვფიქრობ, ეს არის მამაოთან აი რა მინდა იცით, აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებთ, ეხლა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ღმერთი მოწყალია.
ღმერთი კეთილია. ღმერთი ამას სიტყვაზე ანუ ეცოდება ღმერთს ეს ადამიანები, მაგრამ ეხა თუ შეიძლება აი ლოგიკურად მაშინ აი ამ წავს მომივიდა ეგ აზრი. ანუ ღმერთი თუ მოწყალია და ეს არ დაუშვა სიტყვაზე. შენ ღმერთზე მოწყალი ხარ, ამას რომ ამბობ რო სიტყვაზე, აი სიტყვაზე რომელიღაც ორმა ქალმა დაიწერონ ჯვარი, იმიტომ რომ იცი რა არის, ღმერთი შეეშალათ, ეხა ჩვენ გენიოსებმა დავადგინოთ, მოდი აი ორმა ქალმა ან ორმა კაცმა აი ეს მამო აი სად არის ლოგიკა მითხარით თუ ამის უკან არ არის ძალიან დიდი უწიგნურობა თუ შეიძლება მამო და ადამიანს დაღუპვა თან ლოგიკა სად არის ახლა დავით აღმაშენებელი იყო გონება შეზღუდული ილია ჭავჭავაძე წმინდა მამები ხალხი რომელიც სულ იწმინდავდა საკუთარ თავს მონასტერში უდაბნოში და აზრადაც არ მოსვლია ერთ-ერთი ის მეუნება მახსოვს 20 წლის წინათ მე საერთოდ ვინ წარმოიდგენდა რომ ეს საკითხი დადგებოდა ვინ წარმოიდგენდა და მეც აი იგივე აზრი გამიჩნდა იცით ისე ვითარდება კაცობრიობა რომ ისეთ საკითხები შეიძლება დადგეს რომლის შესახებაც ვერც კი მოიფიქრებდი და აქ არის ერთი საინტერესო განაზომე მე ხშირად ვამბობ ხოლმე იცი და აი როდესაც ეკლესიურად ცდილობს ადამიანი რომ იცხოვროს არა იქ ძალიან კარგად ამჩნევს ერთ რაღაცას არის ცოდვები რომლის გამოც უფალი განსაკუთრების ჯის ადამიანს ეს არის იმ რუშულების გახელების ასე ვთქვათ ცოდვა იქ რა ხშირად შეიგრძნობა იცი რომ ხელი აღარ გემართება უფალი ზურგს გაქცევს პრობლემები გიჩნდება არ უყურს უფალს ამნებით შეყოლო ყველას ებრძვის ეს უნება ხა რეალობა ეს არის და ციდან ჩამოფრენილი არავინ არ ურთულესი ეს ბრძოლის კუთხით მაგრამ იცი რა ნათლად ჩანს ესა და როდესაც უკვე აი რაღაცა მასშტაბურ შემთხვევებთან გაქვს ლაპარაკი არა იქ რაზეა ლაპარაკი ვის გადარჩენილა შურის მაძიებელ ღმერთს ასე რომ აი როგორ გითხრათ რა სამწუხაროდ აი ესეთი მიმართულებით მიდის კაცობრიობა ბევრი მიმართულები დეგრადირებს მე ესე ვიტყოდი ეს მომენტი ზოგადი განათლების დაცემა ხა კომპიუტერი 21 საუკუნეა და როგორ აკრძალო კომპიუტერს გარკვეული კუთხით საჭიროა მაგრამ ეს არის ნარკომანის ერთ-ერთი სახეა რა მახსოვს სახლი ვაკურთხე და ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა მითხრა დიასახლისმა რომ ეზოშიო ბავშვები ჟრიამული არ ისმის წარმოიდგინეთ მიმჯდერები არიან კომპიუტერს საათები რო გაატარებ კომპიუტერთან წიგს რო არ აიღებ ხელში ხა რა აზროვნება უნდა განგივითარდეს იქ ახარ გაზედაპირული აზროვნების ხო სამწუხაროდ დღეს ეს სახეზეა და როგორც ვიცი საზღვარგარეთების ქვეყნები აქ თავისას იმკიან მოდიან ბავშვები რომლებსაც უჭირთ ყურადღების კონცენტრირება და ძალიან დეგრადირებული აზროვნება აქვთ მე ესე ვიტყოდი ჩვენთან ეს ფეხს იკიდებს მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად იმოქმედებს ეს ყველაფერი აი რამდენი ის არის იცით ნიუანსი რომელიც აი რაღაცნაირად მიგითითებს რომ კრიტიკული დრო მოვიდა ეხლა მეორედ მოსვლის შესახებ ყოველთვის იყო საუბარი მაგრამ დღეს განსაკუთრებით საშიში დრო დადგა მე ესე ვიტყოდი ხანდახან აი ვფიქრობ რომ უკვე რესურსი აღარ დარჩა კაცობრიობას იმდენად არასწორად ვითარდება ну ეს არავინ არ ვიცით ჩვენ მაგრამ ძალიან კრიტიკული დრო იყო ყოველთვის იყო ეხლა მამათა და შვილთა შორის დაპირისპირება მაგრამ ეპოქალური ნახტომისებული ცვლილებები მოხდა რო შეადარო საბჭოთა კავშირის 80-იან წლებს და დღევანდელს ნახტომისებული ცვლილება სხვა ეპოქაში გადავედით სხვა ადამიანი მივიღეთ სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით იქ რაღაცა განვითარების ჯაჭვი იმ ძველ წლებში შეიმჩნეოდა რომ ამის შემდეგ მოდის ეს და ეს არის ლოგიკური გაგრძელება და ეხლა არის რაღაცა მე ესე ვიტყოდი სხვა შედეგი აი როგორც აი ჩემი თაობის ხალხი მაგალითად ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში იმ ცხოვრებისთვის მემზადებოდით დაინგრა უცებ ყველაფერი და სხვა ეპოქაში აღმოჩნდით ნანგრევებში მოვყევით ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის მიუღებელი რომელიც ჩვენს ასე ვთქვათ ცხოვრებაში ხდება მაგრამ ჩვენ ერთი უნდა ვიცოდეთ კიდევ მეორებ ჩვენი უპირველესი დამხმარე არის ღმერთი
ჩვენ ღმერთის წესების მიხედვით უნდა ვიცხოვროთ, იმიტომ რომ არა მხოლოდ ადამიანი, ჩვენი ერიც რაც გრძნობს იმას, რომ არის დაუცველი, ხო? არის სხვადასხვა სტრუქტურები საერთაშორისო, ხო? აღშფოთება, შეშფოთება. ამხელა რუსეთი მოდიოდა და იყო ეს ფაქტები და ეს სასტიკი და ამ ფრაზებს გებულობდით, ხო? რეალობა ხო ეს არის, არა? ანუ დაუცველად გრძნობ ხო საკუთარ თავს. ვინ დაგიბრუნებს იგივე აფხაზეთი იქნება თუ რუსეთი თუ არა უფალი. რასაც ხედავთ, არა ფაქტობრივად არანაირი შედეგი არ არის, არა რასაც ხედავთ, ხო? რაც იყო ნაბიჯები გადადგმული. არა მხოლოდ ადამიანები დაუცველი, სახელმწიფოც არის ხო დაუცველი. ვინ არის ჩვენი პატრონი, მე ესე ვიტყოდი. გასაგებია ხა, მადლობა უნდა უთხრა, იქ დახმარება იქნება მატერიალური ეს ყველაფერი, მაგრამ მთლიანობაში ხო ეს გლობალური პრობლემაა ჩვენი დაუცველობის. როდესაც არიცი როგორ გამკლავდები იმ სირთულეებს, რაც საქართველოს წინაშე დგას. უამრავი ნაღმი არის ჩადებული და უფლის წყალობა რო არ იყოს, დღეს ალბათ არ ვიქნებოდით ჩვენ და ჩვენი არსებობა უკვე შეწყვეტილი იქნებოდა. თითოეული ქართველია ვერ გრძნობს ამას. იმდენი ჭკუა უნდა ქონდეს თავში რომ მიხვდე, რომ ეს არის უფლის წყალობა. ძალიან ნათლად გიჩვენებს ცხოვრების ლოგიკა ამ ყველაფერს. ასე რომ მარტო ის არ არის, რომ ჩვენ ვარ დაუცველები, ცალკეული ადამიანები. ერი არის დაუცველი. და უფლის წყალობით მე დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე გადავრჩებით. ისე რომ ჩვენ თვითონაც არ ვიცით, როგორ მოდის ხსნა, ისე მოვა და ჩვენ გავაგზავნებთ არსებობას. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო ესეთ ლამაზ საუბრისათვის. თუ შეიძლება მამაო, როგორ დაუსხლდეს ხელიდან ადამიანი აი მახეს რაც არის მის გარშემო, იმიტომ რომ ყველას მართვა უყვარს, მოსწონს და სიამოვნებს. სულ რომ პატარა იყოს იმ პატარას დიდი მართავს იმას ის და აი ესეთი ყველა არ არსებობს ადამიანი, რომ ვიღაცა არ მართავდეს და ვიღაცას არ უნდაოს მისი მართვა. აი მას როგორ უნდა დაუსხლდეს, ან თუ ვერ უსხლდება, როგორ უნდა შეეგოს და აიტანოს და დაითმინოს, მამაო. ის მომენტიც არის, რომ ეს სიტყვაზე ხარ რა, სიტყვაზე რაღაც ოჯახის გამო მუშაობს სადღაც და ვერ ტოვებ იმ სამსახურს და აი ამ მომენტში ხარ, რომ სიტყვაზე ვიღაცა საშინელების ატანა გიწევს სიტყვაზე. აი ამ მომენტში მამაო როგორ უნდა აიტანოს, დაითმინოს, თუ შეიძლება არც იყოს ისეთი ეკლესიური, უბრალოდ აი რაღაც ისა, როგორ უნდა აიტანოს მამაო, აი ფსიქოლოგიურადაც და ისეც ეკლესიურადაც რა. დიახ, იცით რა არის ხა, მე მეჩვენება რომ იმისთვის რომ დამდაბლდე, გარკვეული კითხვით უნდა აიტანო ეს, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ არის რა იცით რომ შენი ღირსება არ უნდა დაკარგო. ანუ არის ზღვარი, როდესაც თქვა ხელმძღვანელი მუშაკია და იმდენად ჩაგრავს და შეურაცხყოფას გაყენებს, რომ იქ ოჯახიც რომ იყოს შენს უკან. იქ თავისი არ უნდა გაატანინო და თავის ადგილას უნდა მოაჯინო, მე ესე ვიტყოდი. მაგრამ რაღაცა კუთხით რა თქმა უნდა ლამაზად. რაღაცა კუთხით, რაღაცა რა თქმა უნდა მოითმინო კიდევაც. მაგრამ აქ ისე მივდივართ უფალთან, ასე ვთქვათ, კერძოდ რა რომ როდესაც შენ ხვდები რომ ზედმეტად ჩაგრავენ და იქ გაჩლება აღარ შეიძლება, იმიტომ რომ შენი ღირსების ასე ვთქვათ შელახვა ხდება და შენ სილობ რო უფალთან იყო, უფალი გამოგიჩენს შენ საზრდოს სამსახურს. აუცილებლად გამოგიჩენთ. ეხლა ზემოდან რეგულირდება ყველაფერი და როცა ხედავს უფალი რომ ეს არის ზღვარი, მე თვითონ უდლის პრაქტიკიდან გამომდინარე ძალიან ხშირად მინახავს. ხოთა შორის ეს ძალიან მიყვარს ეს ფილმი, ძველი ფილმია მუსიკის ჰანგები. და იქ არის ესეთი საინტერესო მომენტი, რომ როდესაც ეს ძიძა, ვინც ზრდის კაპიტნის შვილებს, ასე ვთქვათ, ბრუნდება მონასტერში, იქ კათოლიკური მონასტერია, მაგრამ ისეთ ბრძნულ რაღაცას ამბობს იღუმენია, წინამძღვარი, რომ როდესაც უფალიო ერთ ფანჯარას გიკეტავსო, მეორეს გიღებსო. როდესაც ერთ სამსახურს შენ, ასე ვთქვათ, დაგიკეტავს მის კარებს და მიხვდები, რომ აღარ უნდა იყო, თუნდაც იმის გამო, რომ შეურაცხყოფას გაყენებენ და ზედმეტად ჩაგრავენ, არა? იქ მეორე კარებს გაგიღებს უფალი და შენ
ოჯახს სასდელის გარეშე არ დატოვებს. ამიტომაც კიდევ მეორე ფაქა ეს მომენტია. მაგრამ ამავე დროს არის ის, რომ რაც გითხარით, ყველა ადამიანები ვართ და ეს სიმდაბლის სკოლაც უნდა გავიაროთ. როდესაც შეიძლება არ ეთანხმები, მაგრამ მაინც ემორჩილები. როგორც აი მაგალითად ჯარშია რა. ემორჩილები იქ შენზე ზემდგომს. ეკლესიაში ეცესია. მე შეიძლება ვთქვათ მიიღოს ვთქვათ ეპისკოპოსმა რაღაც გადაწყვეტილება და პირველად არ დავეთანხმ, მაგრამ მე იმას უნდა დავემორჩილო. ეს არის მორჩილება. ძალიან დიდი სათნოება. დიახ, მადლობა ძალიან დიდი. აი 4 წუთი დარჩა და მინდოდა კიდე ესეთი რაღაცა, რომ რამდენად მამო ადამიანები, ძალიან ადამიანებს გვიყვარს სუწუწუნი ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიჩაგრებით, ვიტანთ, მაინც არაუშავს ამას ავიტან, ასე შემდეგ და ამ დროს შეიძლება სულ არ იჩაგრებოდე და სხვა უარეს დღეში იყოს ან რაღაცა ასე შემდეგ. და აი ეს მომენტი მამო, როგორ უნდა გათვალოს და როგორ უნდა მიხვდეს, რომ თვითონ არის ხოლმე რომ ბოროტი გაჯერებს, აუ შენ ვინ გიბედავს რაღაცა, მიდი გაანებე, წამოდი და მე შეიძლება მართლა ლუკმა პურის გარეშე დატოვო ოჯახს და ასე შემდეგ. აი ეს მომენტი მამო როგორ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს და ყველას გონია რომ რასაც არ უნდა უკეთებდე, მეტის ღირსი არის იმაზე და მეტი ეკუთვნის უბრალოდ შენ ვერ აფასებ. რასაც არ უნდა აკეთებდე, სულ რო ზეცა აჩქო, ეგონება რომ აი ორი ზეცა უნდა სიტყვაზე. აი ეს მომენტი მამო როგორ არის და როგორ უნდა მიხვდეს მამო იმას, იმიტომ რომ ადამიანი ხო მაინც ხარბია და მეტი უნდა მეტი და ამის გამო გონია რომ შენ ჩაგრავ მას. აი ეს მომენტი როგორ არის მამო? ეხლა კი აი კითხვები მომაწვა, მგონია რომ ყველა კითხვა ვერ დაგისვით, აი ამაზე დაკავშირებით კიდე. დიახ. ხო, ესე ვიტყოდი მე რომ მაინც რაც ხდება, ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება ჩვენ და სასიკეთოდ. ასე რომ თუ გონია რომ გვაკლებენ, ჩვენ უფლებებს ლახავენ, ესეც უფალმა დაუშვა. მე ესე ვიტყოდი რომ რაღაც ჩარჩოებში ჩაგვტიო. და ბევრი მხარე აქვს აი ამასაც. ხშირად როდესაც გიჭირს და გონია რომ ესე დაჩაგრული ხარ არა, არის ერთი სულიერი ფსიქოლოგიური დახმარების ხერხი, რომ უფალი შენზე გაჭირებულს გამოგიგზავნის ხოლმე, რომელსაც შენზე გაცილებით უჭირს. აი მაგალითად სებასტიან ყარაგანდელი იყო ესეთი წმინდანი, ვისაც შურდა თქვათ კარგად მაცხოვრებლების ისინი მიყავდა ხოლმე მიწურში ქრივ ობლებთან, რომლებიც ესეთ გაჭირებულ ყოფაში იყვნენ და ხშირად საჭველიანებდნენ და ეუბნებოდა, აი შეხედე, იმას კი უყურებ, დიდრულად ცხოვრობს, ხალხი როგორ ცხოვრობს. იღუმენი ნიკონიარი ამბობს, რომ როდესაც გიჭირსო შენო, წარმოიდგენეო შენზე გაჭირებული ხალხი, თქვათ საპატრიო როში მყოფი, თქვათ ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული და პირადად ჩემ ცხოვრებაში ხშირად ყოფილა ეს, როდესაც მიდრუტვინმია, უფალს გამოუგზავნე ეგეთი ადამიანი და უჩვენებია, რომ გაჩერდი, ნახე, რამდენი რაღაცა გაქვს. ასე რომ მე ესე ვიტყოდი, რომ ესეც ხელოვნებაა გაუძლო და პლუს კიდე ალბათ იცით რა არის, მაინც ვიტყოდი იმას, რომ ადამიანს დამრიგებელი ჭირდება, რომ თავისი ემოციები გააკონტროლოს, არეგულირებს და როდესაც მოძღვარი სათანადო სიმაღლეზეა, ის არის შეუცვლელი. ის მაგალითად თავის ადგილას მოაჯენს და ეთქვის, რომ იცი რა, კი შენ გინდა ეს ადამიანად გაჩვენება, მაგრამ ეს უფლის დავშვებით ხდება და მოდი რა მოვითმინოთ და ესეც საჭიროა, იმიტომ რომ ღმერთს ესე ნებავს. არ ვიცი რამდენად შევეხე ყველა ნიუანსს, ეს საკმაოდ რთული კითხვა იყო და ძალიან დიდი მადლობას მოგახსენეთ, მამაო და რა ვიცი, ატანა და დათმენა და ვინც იტანს და ვინც ითმეს, მასთან არის უფალი, ხო, მაინც რომ აი რაღაცა რომ გავამხნევთ აქ, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გაურკვევლობაში არის დღეს და თითქმის ყველა სამსახურში აი ყველა ხვალელოდება განთავისუფლებას ეგენ, იმიტომ რომ ჩვენთან ესე ხდება, ვიღაც შეიცვალა, თავის ხალხი მოიყვანა, ეს უნდა სანაგვეში უნდა გადააგდოს, იქ იქამდე მუშაობდა, სამწუხაროდ ესე ხდება ხოლმე, რა ვიცი. ბედნიერება და სიხარული, მამაო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. თქვენ კიდე რავი, აიტანეთ, დაითმეთ, როგორც შეგიძლიათ და რა ვიცი, ღვთის წინაშე რომ მართლები იყოთ ისე და სამშაბათს დაგიუნებთ საღამოს 9-ის ნახევარზე, აუცილებლად პატიმრება მთხოვეს, უნდა დარგავენ იმაში, რა ქვია, კედარი და მირონის ხე არის ესეთი, თუ
თუ ვინმეს გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ აქ დაგვიკავშირდეთ და მე აუცილებლად აი ესეთ ხეს ეძახიან მირონის ხეს და კედარი არის ამის ნერგები თუ გაქვთ, თუ შეგიძლიათ და თუ მოგვაწვდით ძალიან გაგვახარებთ ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ, ხარებას გთხოვთ რომ ბავშვები ეკლესიაში გაუშვათ და ჩემი თხოვნაც არ არის, კურთხევაც არის, არა სკოლებში რა და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, აუცილებლად ტაძარში გაუშვით და ძალიან უფრო მოგემართებათ ხელი და დაგეხმარებათ უფალი, ხარება დღეს აუცილებლად იცოდეთ რომ გაუშვით ბავშვები ტაძარში. აუცილებლად გემშვიდობით სამშაბათს საღამოს 9:00-ით დაგიბრუნდებით, კარგად ძანდებოდეთ, დროებით მამა დავით ციცკიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, მე კი გახდით გიორგი დარასელი, კარგად ძანდებოდეთ და ხარება არ დაგავიწყეთ გეხვეწები ტაძარში წირვაზე რომ წახვიდეთ ყველა ვისაც შეგიძლიათ ძალიან დიდი დღესასწაულია.